საღამომშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, მასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან არის და გამოფენის მომდევნო კვირა არის, ასე ვთქვათ და როგორც შეგვპირდით წინა ვიდეოში, ამ ვიდეოში მაქსიმალურად მე და გიორგი ვისაუბრებთ ჩვენ შთაბეჭდილებებზე, შეფასებებზე, ტენდენციებზე და ასე შემდეგ თუ რა ვნახეთ აქ. სალამი. გამარჯობა, მოგესალმებით. ვაფასებთ გამოფენას. ვაფასებთ გამოფენას. ემოციები ჯერ კიდევ გამოყოლილი გვაქვს. კი და მოდი ერთ ნაწილ რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ ანუ ვიტყვით ყველაფერს, რაც მოგვეწონა და არ მოგვეწონა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვაპირებ, რომ თქვა წინასწარ გავფრთხილებ. ახლა ვიხსენებ რა არ მოგვეწონა და რაღაცები არ მომეწონა და მომაშვილი მე. აქვე ვიტყვი, რომ რემ ეს ეხა მე რასაც ვიტყვი, რაც არ მომეწონა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე ამას არ აღიქვავთ, რომ თითქოს რამეს პიროვნულად გერჩით. არავის ებს არ გერჩით აბსოლუტურად. უბრალოდ რაღაცა მომწონს, რაღაცა არ მომწონს. თქვენ შეიძლება ჩემ გაკეთებულში რაღაცა მოგეწონოთ, რაღაცა არა და არ მეწყინება ნამდვილად. ახლა შესავალი იყო. ხო, კი ბატონო, დავიწყოთ, გიო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ წელს ჩვენ გვქონდა ცოტა განსხვავებული სტენდი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენ არ იყავი რაღაცა მედანე იყო, ასე ვთქვათ, გამოფენა გაყიდვის კუთხით წარმოდგენილი. შენ თუ სხვა საქმით იყავი დაკავებული. კი ბატონო. ვინც არ იყო გამოფენაზე, მოუყვეთ, მოდი აბა რა ჩაიდინე გამოფენაზე. ახლა ვფიქრობ, რა ფორმით გადმოვცე ისე, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს, რატო ვიყავი ეგრე წარმოდგენილი. მოკლედ დახურული ყუთი მქონდა და ვერც მე ვერ ვეხებოდი დანებს და სულ მქონდა ვერავინ და სულ იყო მიახლოებით 12-დანა წარმოდგენილი. ნუ მთლიანობაში ესეთი სახე იყო, რომ სახე ქონდა სტენდს, რომ ის რისი შემომტანებით ვართ, იმათგან კიდევ ექსკლუზიური რაღაცა ნარჩევი და რაღაც განსაკუთრებული სიახლეები, პირადი კოლექციაც ქონდა დამოუკიდებელი და ნუ თუ ვინმე კითხულობდა თქვა რა როგორ არის, მოკლედ საპრეზენტაციო სტენდი არის და გელოდებით ყველას ბახტრიონის 30 ნომერში ვეპატიჟებოდით ყველას. ხოლო თავად გიორგი დაკავებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აქტივობით. მე დავაანონსებ გიო მოყვება, ანუ გამოფენის დღეს კონკრეტულ საათზე იცოდა მოსულმა სტუმარმა, რომ პირობითად პირველიდან ორამდე იქნებოდა, ანუ გიოსთან საუბრები კანონთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგი 1 საათი იყო უშუალოდ ლესვის მასტერკლასი და ლესვასთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებით. კი. მოდი კიდე კარგად განვავრცობ, რატო ვიყავი დახურული ყუთით და შენ გატაცებს დახურული ყუთი. მოყვე დახურული ყუთი. იტყვი მექნებად და რავი, არაფერს არ მალავთ ხოლმე და ბარემ ეგეც ვთქვა. ორი მიზეზი აქვს მაგას. პირველი ის რომ ძალიან მიჯაჭული ვიყავი ხოლმე წინა გამოფენების დროს და საერთოდ სხვა ხელოსნებთან, სხვა ოსტატებთან და უამრავ მეგობარს ვერ ნახულობდი, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით მიჯაჭული ვიყავი ესეც და გადავწყვიტე რომ დახურული ყოფილიყო, სადაც შევძელი რომ თქვა სხვა ადამიანის დამეტოვებინა მარტივად და მეორე მიზეზი იყო რომ დავარქვეს რო თქვა ჩემი ნერვების თემა თქო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ეს იმდენად ძვირფას დანებზეა საუბარი, რომ მოკლედ გამოფენა არის ხალხო და გამოფენაზე რომ მოდის ახლა ადამიანი უარს ვერავის ვერ ეტყვა, რანაირად უნდა უთხრა უარი, დანაც არ განახებთ ხო გამოფენა არის რა და მაგრამ მეორეს მხრივ როგორც მე მომეთხოვება რომ გამოფენაზე ყველას უნდა ვაჩვენო დანა და დავათვალიერებინო, ჩემი აზრით დამთვალიერებელსაც და სტუმარსაც მოეთხოვება რაღაცა დონის რაღაცა ელემენტარული ცოდნა სულ მცირე და რაღაცა გასაგები რომ იყოს, ახლა ადამიანი იმას ვერ ხვდება რომ როქსტედი ჩემი გაკეთებული არ არის, ჰოკი ჩემი გაკეთებული არ არის და სტუმარზე კი რა ხელოსანზეც კი ხელოსანი რომ მეუნება რომ მეც ვაკეთებო M390-თო ვოლტზე რო არის საუბარი და მსგავს დანებზე, ნუ გადავწყვიტე რომ ჯერ მზად არ ვარ მე ყოველ შემთხვევაში წელს ნახოთ არ ვიყავ იმსა და რაღაცა მიზეზების ერთობლიობის გამო დროც რო გამომეთავისუფლებინა და პლუს რაღაცა ცოტა მშვიდად ყოფილიყავი, აი ესე ჩავხურე ყუთი. იქითაც ნახოთ. ხოთაშორის აქედან მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, თაზოს ფაქტორი მინდა ვთქვა, თვითონ რო იყო მოსული დავით ხელთათმანით. თაზო კი, ესე იგი მე მაგალითად მოვიცი ძალიან მისაბაძი მაგალითია. ძალიან თაზო მოკითხვა გენაცვალე აქიდან და მე თვითონ ვიყავი ხელთათმანებით ჩემიდან, მე თვითონ ვიყავი ხელთათმანებით და რო დავდიოდი, სულ საჭიროდ ჩავთვლი, ვეკითხებოდი ოსტატებს, მეთქი შეიძლება და ხელთათმანსაც ვიკეთებდი და ისევ ათვალიერებდი. ეს არის ელემენტარული
ნამდვილად დროის და ამბავი არის. ჩემი მეგობრებიც ბევრი შევამჩნია, რომ ნებართვის გარეშე მეგობრებო არ შეიძლება რა. რაცა უბრალოდ იკითხოთ, სულ რო იქ იდოს 30 ლარიანი კუდუ, უნდა იკითხო. შეიძლება? არ შეიძლება. თუ არ შეიძლება. შაშა როგორ შემთხვევები მქონდა. ანუ ყუთი ხო არის მიახლოებით ამ სიმაღლით 30 სანტიმეტრი სიმაღლე და 30 სანტიმეტრი სიღრმე და წინიდან ესე რო წოდება იქ რაღაცა 15000 ლარიანთან. შარშან ეგეთი რამე მეც გავაკეთე, მინდა ვაღიარო და ბოდიში მოუხადო სხვათა შორის იმ ადამიანს, ვისთანაც ეგ გავაკეთე და მივხვდი რომ ძალიან ცუდად მოვიკეცი რა, რომ აი ეს გადაუძვერე ზუსტად და ოღონდ როგორც აი ესე ხო გადაუძვერე და გავჭერდი. ხელი აღარ მომიკიდებია რა, ანუ ოპ მივხვდი და უკან დავაბრუნე. თუმცა უნდა აღინიშნოს მიხეილ, რომ ისიც არის, რომ შაშანელთან შედარებით გაზრდილი არის ძალიან და შეიძლება ეგ დახურული ყუთი არ დამჭირვებოდა წელს სიტყვაზე, მაგრამ ნუ შაშანდელით გამოცდილებით ვიხელმძღვანელი მე თორე. მე ნერვები არ მომშლია პირადად არც ერთხელ. მე პირადად, როდესაც შარშან იყო მომენტები, რომ დგებოდი და გავდიოდი. რომ აი რაღაც ხოჭი უკვე ზედმეტად აი რაღაცა ზოგმარო ჭხეთ ირონიით რომ დაგიდგება წინ და რაღაცა ეს ხო და წელს მადლობა ყველას, მართლა გულაი ძალიან ისე ჩამოყალიბებულად იცოდნენ ვის რა უნდა და ვის როგორი საფასო კატეგორია უნდა და ცოტა უარყოფითისკენ წავედით მიხეილ 100 ჯერ მეტი იყო პოზიტივი უბრალოდ რაღაცა იმის ყუთი სახნის გამო წავედით ჩავუბრუნდით მაგდით თორე მოსატანიც არ არის უბრალოდ ყუთი ახსენეთ სინამდვილეში 100 და 1000 ჯერ მეტი პოზიტივი იყო და რას მეუბნებოდი დანები უნდა მეჩვენებინა არა და არაფერი არ უნდა გეჩვენებინა ჯერ უნდა მოგეყოლა უშუალოდ შენ ხე მე მაგალითად რა ლესვის მასტერკლასზე ხალხი იდგა საკმაოდ ყურადღებით გისმენდნენ ხო და მასეთი რაღაცა ხა წინაზეც რაღაცამის გავსიმცდელობა გქონდა შენ როგორც მახსოვს რაც მოტანილი თოგი გავჭერი რაღაცები ეხლა რაღაც გონია რომ უფრო მეტად ინფორმატიული იყო ჩემი მეც ხო გისმენდი რა ეხლა და რაღაც მომეწონა რა მინდა რომ შეგაქონ წინასთან შედარებით შენ იცი რა დავინახე შენში უფრო მეტი მზაობა დავინახე რომ ინფორმაცია უფრო გადაგეცა რა აი რაღაც ესეთი შაბეშილება დამჭირდა სიმართლე გითხრა ეგ მზაობა სულ მაქვს ხოლმე და უამრავ ვიდეო მაქვს მაგის დამადასტურებლად რომ არაფერს არ მაქვს უბრალოდ ეხლა უფრო მომზადებული მეტი პასუხისგებლობით მოვეკიდე ხო მე ნახდათ აი მართლა დამევასა რა ჯერ დაწყებული რაღაცები ამობეჭდე რაღაცები მოვა 190 რომ ნახე შენ გადიდებული კარბიდები იმდენად მართლა თვალსაჩინო იყო რომ ანუ ეხა როდესაც ადამიანისთვის ეგ არის ჩინური ეგეთი რაღაცები მაგრად მოქმედებს რა ძალიან და მე როგორც მომხმარებელი მადლობას გიხდი გენაცვალ ერთი კიდევ შეიძლება ვიდეო ჩავწეროს კიდევ მსგავსი ლესვაზე გიქონა ადრე და ლესვას დაიწყეს და რაღაცა მსგავსი კიდევ შეიძლება ჩავწეროს მოკლედ მაგასაც დაუბრუნდებით და მეორე იყო კანონმდებლობის თემაში. კანონმდებლობის თემაში ცალკე ქონა მაგიდა და იმასაც 1 საათი დაუთვე და იქაც მაქსიმალურად ვცდილობდი რომ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. ნუ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ცოტა ძნელი არის რაღაცის თქმა, იმიტომ რომ ნუ მოხდა ის რაც ალბათ ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. მიხეილ ვინც არიცით, მოკლედ 4 დასკვრა მაქვს დანაზე და დამაჯარიმეს. და ნუ ეგ ადრე თუ გვიან ალბათ მოხდებოდა. და ვიწროა გასკადეს ეს იფიქრეს და მაინც გააკეთეს ბიჭები. ხო და ნუ ეხლა ვართ იმ ეტაპზე რომ პასუხს ველოდებით რა. იმიტომ რომ ნუ დაჯარიმების მომენტში ხელ მე მგონი გითხარი რომ დამირეკეს და მე განცხადება რომ მქონდა დაწელი რომ რას აკეთებთ მეთქი დასკვნები მაქვს. დამირეკეს თუ ამ დასკვნებს ვერ ავპოულობ თუ რა და რაღაცა მაგ საუბარში ვიყავით რომ პარალელურად გადმომეცა ჯარიმა დამირეკეს რა და მე მგონი რომ ხო და მე მგონი რომ დროში იყო 10 თენა რაღაც ერთმანეთში რა და ახლა ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ რომ დამიკმაყოფილებენ თუ არა საჩი ვარს და მოკლედ ეგ ყველაფერი გავაზიარე ასევე გამოფენაზეც და მაქსიმალურად გადავეცი. კი ბატონო, გამოფენაზე ასევე მოდი ახლა კიდე რაზე ვისაუბროთ რა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, იყო ყველაზე დიდი რაოდენობა მონაწილეების. კი ბატონო. და პლუს ამას ახლა მე ხო თეორიულად ვიცი ვთქვათ კიდე ადამიანები, ვინც არ იყვნენ დაუშვათ რა. ოსტატებზე მაქვს რა ლაპარაკი რა, ანუ თეორიულად, ანუ შესაძლებელია რომ ეს გამოფენა კიდევ უფრო დიდი მასშტაბის იყოს. ასევე ის უცხოელები, ვინც იყვნენ ჩამოსული, ბატონი რეგალი მაგალითად რა, რომლის ამოშევარიც არ ვიცი, მე ძალიან მოვიხიბლე, ხელი არ დამიდიან ნამდვილად, ესე შორიდან შევხედე, ან თვითონ ის ფაქტი, რომ ანუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების გვემატებიან
ძალიან მაგარია და ჩვენი ოსტატები რო უფრო მეტად ემზადებიან, ერთმნიშვნელოვნად ცხადი არის ეგ. გადავიდეთ ნელა შეფასებით ნაწილზე, ხო, ჩვენი საქმე, ჩვენ სიუჟეტი გამოვწურეთ. მოკლედ, სიმართლე გითხრა, ბევრი დრო მაინც ვერ გამოვითავისუფლე, რომ ისე კარგად გული მეჯერებინა. გავაგრძელებთ? მოკლედ, გადავიდეთ ნელა გამოფენის შეფასებით ნაწილზე, ჩვენს ირგვლივ რაც იყო სათქმელი მიახლოებით თქვით. დანარჩენი მიხეილ, სიმართლე გითხრა, იმდენი დრო მაინც ვერ გამოვითავისუფლე, რომ კარგად დამეთვალიერებინა ის ყველა ოსტატი მე, ვინც იყვნენ უცხოელები, ჩამოსულები და ქართველებიც, რომ კარგად გული მეჯერებინა, თუმცა, რაც შევძელი, ის კი მოვიარეთ მე და შენ ერთად და მე უშენოდაც 1-2 გავზვერი. მეც ორჯერ 2 წრე, მეც კაი ესეთი 2 წრე გავაკეთე. 2 არა, 3 კი. კი ბატონო, შეფასებით ნაწილში პირველ რიგში მე აღნიშნავდი და ისევ მადლობას მოვუხდიდი ასოციაციას მიხეილ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ჩადეს, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და პლუს ის არის რომ შაშანდელთან შედარებით მე ესეთი განცდა მაქვს, შეიძლება იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებულად ველოდებოდი და ის ემოციები მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განცდა მაქვს რომ ბევრად კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი არის ბევრი ყველა საკითხში. ორგანიზებული გათამაშება იქნება, იქ რაღაცეების დალაგება იქნება, უამრავი თემა არის, მოკლედ ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი არის და სიმართლე გითხრა ალბათ აისახა კიდევაც ეგ ყველაფერზე. კი, აისახა, როგორ ბევრად ნაკლებ დროში მოხდა რაღაცეები, ქაოსის გარეშე ან რა, ძალიან ისე მიდიოდა რა ყველაფერი. თავის ოსტატებით, წესრიგით, გარეთ, ხალხის თვითონ ეს რო გაგზდილი იყო ყველაფერი შიგნით მოქცევა ასე შემდეგ, ყველაფერზე აისახა ეს ყველაფერი რო კარგად იყო ორგანიზებული და მადლობა მათ აქედან კიდევ ერთხელ. დანარჩენი მთავარი კიდევ რასაც აღნიშნავდი და რაც მომწონს მე მიხეილ რომ რისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი და ბიჭები რისთვისაც შრომობენ და ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ რომ რაღაცა წინ წავიდეს ეს სფერო, მაგით ცალსახად უკვე შესამჩნევი იყო. ნამდვილად. შეიმჩნეოდა ეგ ოსტატებში, მაგას ჩაუღრმავდეთ ცოტა. კი, ჩაუღრმავდეთ, როგორ უნდა ჩაუღრმავდეთ. მათ სხვა მონდომება და ცოტა სხვა ნაპერწკალი დავინახე ბევრ მათგანში და კიდე იცი რა ვიკრძენე? აი რაღაცებს ძალიან ჯიუტად რომ ვინც ამტკიცებდა. დავინახე რომ ვიღაცებმა დაიწყეს სხვანაირად გააზრება და მე მგონი რაღაცებს ხვდებიან და ცდილობენ რომ გამოასწორონ ის ნაკლი, რასაც თვითონ ხედავენ რა, ადრე ვერ ხედავდნენ და მე რამოდენიმე მათგანთან საუბარიც მქონდა, რა თქმა უნდა, ხა მაგას ნამდვილად არ ვიტყვი, ეს პრივატიული საუბრები იყო და ძალიან მესიამოვნა რომ რაღაცა მითხრეს რომ აი ამას ესე ვაკეთებდი და ეხა ესე და გადავწყვიტე და მოკლედ კარგი ძრებია. თქონა მექნება უარყოფით კონტექსტში არ გაიგო, ჩვენ შეიძლება კრიტიკულად ვართ ეს განწყობილი, მაგრამ ეს უფრო სწორად ვაფასებთ, მაგრამ უარყოფით კონტექსტში ეს არ გაიგოთ, იმიტომ რომ ყველა ვინც კი ნორმალური ოსტატია, ეგრე უდგება საკითხს დღემდე, გინდა ჰოლტები აიღე, რაც გვაქვს, გინდა ვინც არ უნდა იყოს ეს უმაღლესი დონის ხელოსნები, ზუსტად იგივენაირად უდგებიან, იმიტომ რომ ყოველთვის ორიენტირებულები არიან განვითარებაზე და ეგ არის სწორი მიდგომა, რომ შაშანდილთან შედარებით რაღაცები გამოასწრო, რაღაცები შეამჩნიო. საუკეთესო ქართული ნამუშევარი იყო თუ ქართული ტრადიციული დანა იყო. აი გავღნიშნოთ რამოდენიმე ნომინაცია მახსოვს გამარჯვებული და ერთ-ერთი მათგანი ეს არის აი რაც გიორგიმ თქვა, საუკეთესო ქართული ტრადიციული ასე ვთქვათ, ნაკეთობა და ეს იყო დანა ქართულ ტრადიციულ სტილში. კი ბატონო და მე არ მქონია საშუალება რომ პირადად მიმელოცა სამწუხაროდ ადრე გამოსვლა მომიწია გამოფენიდან ბოდის მოუხდი აქედანვე ორგანიზატორებსაც და მონაწილეებსაც არ დავიწყებ მიზეზების ახსნას, უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა იყო, ადრე ვიყავი წამოსასვლელი და აქედან მიულოცა ირაკლი ბაქრაძეს ამ ნომინაციაში გამარჯვებას. მე ძალიან მიხარია რომ თურმე არ შევსდით ჩვენც არა მე როგორც ვაფასებდით როგორც ვიცახდით ბაქრაძის ნამუშევარი და საკმაოდ ისეთი ვრცელი ინტერვიუსავით გამოგვივიდა ირაკლისთან და პირობაც მივიღეთ რომ მასთან გვესტუმრება, მაგრამ როდესაც ინტერვიუს წერდით, მაშინ ჯერ არ ქონდა ეს ნომინაცია, ასე ვთქვათ, ჯილდო არ ქონდა მიღებული და მეც გიერთდები აქედან ბულოცავ, იმიტომ რომ დებიუტანტი იყო გამოფენის თვალსაზრისით. და როდესაც დებიუტანტი ესეთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ნომინაციაში იღებ პრიზს და ანუ იმარჯვებ, არ არის ეს პატარა საქმე. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ესე იგი მე არ დავკვირებულო ესე სათითაოდ ჟიურის წევრებს, მაგრამ მადლობა მათ რომ ანუ ესე იგი რაღაცა ტენდენციების მოისმინეს, ანუ მომხმარებლებსაც მოусმინეს, თავადაც დააკვირდნენ
და ისე შეარჩიეს, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დაკვირვებით, იმიტომ რომ არ ქონია ამ ადამიანს რასაც დიდი ასორტიმენტი რომ პირობითად ხო, ანუ ხაზი მინდა გავუსვა მოკლედ ჟიურის მაგაზე. და პლუს იმას ვიტყვი რომ მე მგონია რომ ირაკლი ბაქრაძეც ხურდება ჯერჯერობით და ასევე ვართ ყველანი თვითონ გამოფენის ორგანიზატორებიც, სხვა ოსტატებიც და ასევე სტუმრების და კოლექციონერების და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი საქმის დასაწყისი არის, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ გვაქვს წერტილი უკვე არის, საკმაოდ დიდი და მკაფიო წერტილი არის სოფლიო რუკაზე, სადანე ინდუსტრიაში და სადანე კულტურაში, თუმცა მგონია რომ რაღაცა რამდენიმე წელიწადი ესე თუ გაგრძელდა, უკვე შეიძლება რაღაც რეგიონალური მასშტაბის რაღაცა ისეთი გამოფენა იყოს, იმიტომ რომ უკვე იყო საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხალხი, რომ ამ გამოფენაზე უნდათ რომ დასწრებულიყო. და რა იყო სხვათა შორის გამახმაურება იყო ძალიან, რავი, 1-5-6 ძალიან ისეთი კაი ჯგუფი, საერთაშორისო Facebook ჯგუფებზე მაქვს ლაპარაკი, ანუ მედანეების, სადაც იყო შეკითხვები, ანუ როგორი არის ეს გამოფენა, თქვა დიდია, პატარა არის, ანუ ინტერესი ასე თუ ისე, ანუ ფაქტია რომ გაჩნდა რა და რაც დრო გავა, დარწმუნებული ვარ რომ ანუ ბევრი ენთუზიასტისთვის გახდება ცნობილი ჩვენი გამოფენის შესახებ. მოკლედ ჯერ კიდევ ხურდებით. ხო, ეხლა მინდა რომ ცოტა ისე კიდე ერთი გამახსენდა ნომინაცია, ესე იგი შეტანილი ამ სფეროს განვითარებაში შეწანული წვლილისთვის ნომინაციაში ზაქარია ბაკურაძემ გაიმარჯვა. მე არ ვიცი, სულით და გულით ულოცავ მისი საქმიანობის შესახებ ბევრი მსმენია, ვიცი და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თავისი შრომით, ასე ვთქვათ, ამ საქმეს წინ წაწევს, რა ვიცი რა, ჩემგან დიდი მადლობა და კიდევ და კიდევ ერთხელ მილოცვა მოკლედ უერთდები მიშას მილოცავს, ბევრმა შეიძლება სახელის იცოს, ზემბანის სახელის იცოდნენ ზაქარია ბაკურაძეს და მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აქვს დაარსებული, ასე ვთქვათ, სკოლა, სადაც ასწავლიან მჭედლობას და ამხელობას და ცდილობენ რომ მაქსიმალურად გაავრცელონ და ასევე მოიძიონ და მოიკვლიონ ეს ძველი მეთოდები და აღადგინონ და გააცოცხლონ და მოკლედ ნამდვილად დამსახურებული ჯილდო იყო ეგეც. კი ბატონო, ასევე იყო თვითონ თავად საუკეთესო დანა შოუს სამწუხაროდ გვარი დამოვიწყდა იმ ქალბატონის ლორენი შეიძლება უბრალოდ ხო კი ბატონო ეგ იყო ანუ მისმა დაგერის ფორმის ასე ვთქვათ რაღაცა მიზერიკორდია და დაგერის დამაგვარმა უნიკალურმა მართლა დანამ მოიგო ძალიან ლამაზი იყო ნახე მე ვერ ნახე და ახსოვანებული და ულამაზესი იყო ანუ ეს იყო რა ვიცი ხა არტ ნაკეთობა და რა ვიცი ძალიან ლამაზი იყო რა რაც შეეხება ბევრი შეიძლება ყველა ნომინაცია არ მახსოვდეს და ამაზე ნამდვილად ბოდიში ვიხდი ვიცი კიდე რომ საუკეთესო დასაკეთიდანა მოიგო ლევანმა მოსიძემ კი ლევან მოსიძემ მოიგო ლევანი დიდი ხანი ემზადებოდა და აი ეთყობოდა რომ განიცდიდა ნერვიულობდა რა ვიცი აი ძალიან ისე იყო რა აზარტში შესული და თავისი ესეთი აკურატული და ესეთი შრომით მივიდა იმ მომენტამდე რომ ესე იგი ორი მოდელი ქონდა ასე ვთქვათ შედარებით დიდი ზომის და პატარა ზომის დანა და რა ვიცი ძალიან ბევრი მოიხიბლა ამ დანით ლევან გილოცავ კიდევ ერთხელ მეგობარო ძალიან მიხარია რომ ფიქსები შენი ვიცით ყველამ და ლევანის ასე ვთქვათ პატარა ინსაიდერული ინფორმაციასავით არ ვიცი ახლა მაგ თუ არა უფლება რომ გავაჟღერო ლევან არ მიწყენ იმედია ლევანმა მითხრა რომ კიდე აპირებს რამოდენიმე ახალი მოდელის შექმნას და შესაბამისად ნელ-ნელა რაღაც სიახლეები იქნება და მოკლედ მაგარი ამბავია ეგ ყველაფერი. წარმატებები ლევან გილოცავ აქედანაც, ნუ ტაციაობა იყო იქ დანებზე და მე დასაწყისში მივედი ლევანთან, სანამ გაიხსნებოდა კარი და მქონდა ბედნიერება რომ მენახა მისი ეს ყველა დანა, სანამ დაიწესებდნენ კოლექციონერები და ვინც არის ლევანს გადახედეთ მის ნამუშევრებს. ძალიან გულიანი ადამიანი არის ლევანი და იგივე გულიანი დამოკიდებულება აქვს საქმის მიმართ და რაც გამოვლინდება კიდევაც ისეთი სუფთა და გულიანი ნამუშევრები აქვს. ისეთი რომ აი დასადებ რომ დადო და შეგიძლია რომ როგორც სულაც ისე სწორედ მახსოვს კიო საუკეთესო სატევარი ესე ერქვა ნომინაციას ძმებმა პეტროსიანებმა გაიმარჯვეს მართლა ულამაზესი იმით რა რაღაცა ძალიან ლამაზი რაღაცა იყო და იმედია არ მეშლება და მე მგონი არ მეშლება ეგ იყო კი ბატონო არ ვიცი, საოცარი ნაკეთობა იყო
წინა წელსაც ვიძახდი, მე გადამიარა და გავაკეთე. ეხლა წინ განწყობაზე ვარ ეხლა და ალბათ კიდე გადამივლის არ ისა სხვანაირად გავაკეთე, მაგრამ რომ არ გავაკეთო არც ეს ლესვა, არც ეს არაფერი და მე თავისუფლად როგორც ჩვეულებრივმა რიგითმა მოყვარულმა დავიარო და მივესალმო ყველას და ყველაფერი დავათვალიერო. კი, იმიტომ რომ მართლა რაღაცეები ისეთი ვნახე რა, რაც აქამდე მეც არ მემიქცევია რა ყურადღება. ასევე ძალიან გამიხარდა რომ ნომინაციაში წლის აღმოჩენა ზვია ჯანჯღავამ მიიღო, ასე ვთქვათ, ჯილდო. ზვიადი არ არის, ასე ვთქვათ, გამოფენაზე ახალი მონაწილე, უბრალოდ თავისი ნამუშევრები უკვე რაღაც ასორტიმენტულად ისე გაზარდა, რომ ეს ჯილდო მიიღო. ასევე ზვიადთანაც ვიტყვი, რომ მქონდა ისეთი საუბარი და ვიცი, რომ ძალიან საინტერესო სიახლეებისთვის ემზადება და ეგ მახარებს ყველაზე მეტად, რომ ანუ თუ წინა გამოფენაზე რაღაცა, ვიცი, საუბარი იყო უფრო, ეხა უკვე ხელშესახები, აი, განა მარტო ლაპარაკი, რომ რაღაცას გავაკეთებ. კონკრეტულ რაღაცებს რო გაჩვენებს უკვე რა, ოსტატი და რაც მონახაზები ვნახე, ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც რაღაცა ხო იცი და მეამაყება, რომ აი ეს მეკა გამიზიარეს რა და არ ვიცი, ძალიან ეს ამბავიც ძალიან მახარებს. აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ვითონ ანუ გამოფენაზე აი ხალხი რა იყო როგორც თუ ადრე იყო ყველაფერს უყურებდნენ და იქ ადგილზე იღებდნენ გადაწყვეტილებას რა უნდა შევიძინო. მე დამჭა შტაბ-შტილება რომ იცოდნენ ტიპები, მაგრამ ვინ ხანჯლისთვის იყო, ვინ დასაკეთისთვის, ვინ რაღაც ძალიან წინასწარ პირველივე იქ ვიდიოდნენ რა, იმიტომ რომ საზღვარგარეთ ეგრე არის ახლა იქ მე შეიძლება ათვალიერო, მაგრამ პირველი უნდა მიირბინო იქ ვისიდანაც გინდა რომ ჩვენთანაც ანუ ახლა ჩვენ მედანეში მაქსიმალურად გქონდა წამოღებული მაქსიმალურად შევეცადე რომ ბიუჯეტური მქონოდა მეტი რა და აი ჯერ დაწყებული არ იყო რომ უკვე რამოდენიმე მომხმარებელმა ხო იცი ეს და რაღაც რო გაიხსნება და ანუ წინასწარ რო იცის რა უკვე რა უნდა რა და აი ეს მახარებს პირადად მე აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტს რომ ძალიან გამიხარდა დათოს დანები ერთად რო ვნახე აბაიშვილის და წინა ვიდეოში თქვენც ნახეთ და გიო აბა გვაჩვენე შენაძენი და ნამატი აი ეს მიხეილ. აი ესეთი უკვე ბრენდირებული, წინაზე რო თქვა იდეა იყო All Bones Knives, აი ესეთი უკვე შეფუთვით ქართულად და უკან თავისი აღწერით და გამოვაჩინოთ დანაც. კი, რა თქმა უნდა, გამოვაჩინოთ. ეს დანა ნანახი აქვს ჩვენს მაყურებლებს, ვინც ადენოს ჩვენს გვერდს თვალს. ეს დანა მე ხვდა პატივი მიხეილ, ესე დავარქმევდი, სიმართლე ძალიან მიხარია და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი დათოს აქედანაც, რომ ნუ მე დავარქმევ, რომ ეს დანა გადმომცა. აი ესე რომ ეს არის ნომერი პირველი. ესე არის შიგნით აქვს ეგ ყველაფერი წარწერა და ნუ მოკლედ აი ესეთი Old Bones Knives დათო აბაშვილის ნამუშევარი და პირველი აი ესეთი საკეცი დანა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან დიდი იმედით ვარ ახლა რომ მიხეილ იცი შენ და ბევრი გვილაპარაკია რომ ჩვენს ქსელში ალბათ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება ეს რომ დავარქვათ ხო არა უკვე არ იქნება ცოტა ხანში მაგაზეც ვისაუბრებთ ახლა და კი ბატონო ქართული ნამუშევრები ძალიან გვიჭირს კი და არ გვაქვს და რაღაცა იმსეთი ნაბიჯები იდგმება ნუ დათო აბაშვილის სახით ვიტყვი და პლუს კიდე მე იქ არიან კიდე სხვა იმედის მომცემი ხელოსნები რომ მე მაქვს იმედი რომ ახლო მომავალში შეიძლება ისეთი იქამდე მივიდეს სიტუაცია რომ გზელში გქონდეს ჩვეულებრივი ქართული დანები კი ბატონო აი მან გასაკვირი ოღონდ არაფერი არ არის ანუ ზოგადად ქსელებში და ანუ რასაც ქვია ძალიან ცოტა კასტომზე ვინც მუშაობს ვერც ერთ მაღაზიაში ვერ ნახავთ პირობითად მაგალითად შენ რო ჩახვიდე პოლონეთში რომელსაც ძალიან ბევრი custom knife maker-ები ყავს. ვერ მიხვალ მაღაზიაში და ვიჩირკევიჩის დანაც ვერ იყიდი. ანუ ეგ არ არის გასაკვირი, მაგრამ როდესაც უკვე პატარა სერიას აკეთებენ, ის უკვე უნდა იყოს და ანუ მე არ მაქვს იმისი მოლოდინი და არც სიმართლედ არასდროს არ იქნება ისე რომ თქვა როგორც CV და განზრული გვილაგია ისე, მაგრამ აი ესე რაღაცა სტაბილურად რაღაც 1-2 მოდელი მოიდოს ქართული დანების გინა და თუ აბაშვილი იქნება და გინა სხვა ხელოსნები იქნებიან. ნუ მე მგონია რომ აქამდე ძალიან მალე მივალთ. აი აქ მინდა ერთი ჩემი ჩანართი რო ვთქვა რა. მიუხედავად იმისა რომ აღვნიშნავთ რომ ყოველწლიურად არის მომხმარებლის მხრიდან უფრო და უფრო ესეთი მობილიზება, მეტი ცოდნა გულწრფელად მინდა ვთქვა რომ მე დავრჩი ოდნავ გულნადგენი, რატო?
დათოს დანები მით უმეტეს, როდესაც აი first run, რასაც ქვია რა, ანუ first production, ანუ პირველი გამოშვება, ხო? ჩემი აზრით მეგონა რომ 80% გაიყიდებოდა, რომ პირველად 10-დან 8 გაიყიდებოდა რა და დარჩა რა რაღაც რაოდენობა გასაყიდი და მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ როდესაც კოლექციას აკეთებთ, ფიქრობთ რომ უნდა შეაგროვოთ დანები, არ არის ალბათ აუცილებელი რომ ყველა დანა იყოს საკისარზე, ყველა დანა იყოს დამასტილი, ყველა დანა იყოს ბერტი რიტველდი, ანუ ძალიან მაგრად ასწორებს, როდესაც ქართველი ოსტატის პირველი slip joint-ი გექნება კოლექციაში, ასე რომ ჩემი აზრით ცოტა მეტი დაკვირვება გმართებს. კი ბატონო. ძალიან მაგარი რა. ერთ-ერთი უმაგრესი დანით წამოვედი იქიდან. კი, ძალიან კაი რაღაცა. ერთ-ერთი უმაგრესი დანით წამოვედი. ასევე გუგას ქონა ძალიან საინტერესო ნამუშევრები, გუგა არის ახალგაზრდა ოსტატი გურიიდან. კი ბატონო, ჟავანაძე, გუგა, კი ბატონო. ნუ დაუსრულებელი იყო გუგამ თქვა რომ ანუ არ ქონდა დასრულებული ანუ ფინიში რაღაცები ქონდა რა მოდელზე დასასრულებელი მეც მაინტერესებს ძალიან დასაფასებელი არის და ძალიან მაგარი არის რომ ცდელობა აქვს და აუცილებლად დაფასდება ეს ცდელობა რომ თვითონ აკეთებს ყველაფერს. თვითონ აკეთებდა აი ღერცას, თვითონ აკეთებდა ვინტებსაც, თვითონ აკეთებდა პატარა ბექსებს, ანუ დეტალებს მაქსიმალურად ვცდილობს რომ ბოლომდე სულად ხელნაკეთი იყოს. მოკლედ არც ერთ გამოფენაზე, ამდენ ქართული დასაკეთიდან რა, ანუ Carving Georgia-ს თუ სწორედ მახსოვს, მათ სტენდზეც ვნახე ძალიან საინტერესო დასაკეთი დანები, ანუ ფაქტია, რომ ადამიანებს უჩნდებათ ამბიცია, რომ აკეთონ უფრო რთული კონსტრუქციის ნივთები. მაგრამ აქ მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, მეგობრებო, ძალიან კარგია ამბიცია და ძალიან კარგია, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ფიქსებს აკეთებდით, ნუ დაივიწყებთ ამ საქმეს პირიქით. ჩემი რჩევა არის, რომ ფიქსი დახვეწე მაქსიმალურად და პარალელურად აკეთე დასაკეცი დანა. მე ესე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი კარგ ფიქსს ვერ აკეთებს, ის კარგ დასაკეთს დაანეჭვებარება რომ გააკეთოს რა. მარტო იმიტომ რომ ტენდენციას აყვე, არ უნდა გადახვიდე ამ იმაში რა. კი, მაგაში გიერთები მიხეილ, მართალი არის, ეს ტენდენციაზე აყვე რომ დასაკეთი არის და ასე და ასე. ჯობია ერთი რაღაცა გააკეთო და მაგრად გააკეთო, ეს შევამჩნიე რამდენიმე ხელოსანში მე და ნუ მაგას ნუ ყოველ შემთხვევაში თუდად არ გავიგოთ, ეს რჩევის სახით ვიძახით და აზრს ვაფიქსირებთ ხოლოდ. კეთილი. აქ მინდა მოდი ახლა შემოვიყვან შენის ნებართვით ესეთ მოდი ესეთ თემა განვეხილოთ რა, ანუ ტენდენციები, აი ზუსტად ტენდენციებზე ვსაუბრობთ, როდესაც დასაკეცი დანების კეთება უკვე ხდება მოდური, მოდი დავარქვათ, ხო? და ის გზა რაც გაიარა ბევრმა სხვა ქვეყანამ, დღეს გავდივართ ჩვენ. პირობითად, აი რომ დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატები 80-იან წლებში. გამოფენებზე 80-იან წლებში 90% დანების იყო custom. არ იყო რაღაცა ქარხნული დანები, ქარხნული კი როგორ არ იყო, მაგრამ იყო кейსი და რაღაც ბაკი და ესენი რა, ანუ რეალურად ძალიან ბევრმა ოსტატმა დაიწყო custom დანების კეთება და ბაზარმა მიიღო რა ეს რა და ნუ სანამ 90-იანები არ დაიწყო, მანამ იყო ნუ რაღაცა სუპერ ბუმი რა ამ custom-ების. ეხლა ამერიკას არ ვედრები ამ შემთხვევაში არც მასშტაბებით, არც შესაძლებლობებით, მაგრამ მგონია რომ ანუ სწორ დასკვნებს თუ გამოიტანენ პირობითად ადამიანები ელემენტარულად თუ რაღაც ბიზნესის კუთხითაც გათვლიან რა, რომ დაუშვათ მჭირდება რომ გავაკეთო დანა, თქვათ მჭირდება $20,000, ან $30,000 დანადგარი. უხეშად ვიძახი რა. და თქვათ სამი მეგობარი ვართ და ვაკეთებთ რა. სამივემ რო ანუ რაღაცა კოოპერირებულად რო შევიძინოთ რაღაცეები რა. ანუ რისი ბევრი მაგალითიც არის სოფლიოში. ახლა წეგან პოლონეთი ვახსენე, პოლონეთში მაგალითად 5 ოსტატი ვიცი, 5 ოსტატს აქვს ერთი სახელოსნო. საზიარო. კი, საზიარო ერთი სახელოსნო რა და აი ამ 5-დან 3 არის ძალიან ცნობილი. ორს უბრალოდ სურვილი არ ქონდა რომ თავისი დიზაინები გაეყიდა, თქვა დიდი კომპანიებისთვის და ისინი თვეში ერთ დანას აკეთებენ რა, ეგეთი ტიპები არიან რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ჩვენი რჩევა მე მგონი სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ
ჩვენ პროფესიიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას უთმობთ სხვადასხვა ტენდენციებს, სხვადასხვა ეპოქის შესწავლას და ეს გზა ბევრმა გაიარა და მე მგონი გაერთიანება, ერთობლივი რაღაცა რესურსების გაერთიანება, ჩემი აზრით კი, ყოველ წაადგებათ ხოსტატს. ხდება კიდევაც მიხეილები, ჩვენც უბრალოდ მივყვებით ამ ტენდენციას, თუ არის უკვე რაღაცა ვამჩნევ, რომ ვთქვათ, ერთი შეიძლება ვთქვათ ჭედავდეს, მეორე შეიძლება ვთქვათ იქიდან უკვე დანისპირი გამოღო, მესამე შეიძლება აწყდეს, აი ესეთ რაღაცები, რომ ნელ-ნელა უკვე რაღაც თავის კალაპოტში ჯდება ეს ყველაფერი და დანარჩენი მე მგონია, რომ ის ამ გზას რაც ხომა გაიარეს ძალიან მალე გავივლით ჩვენ სხვების გამოცდილებითაც და ჩვენი ხასიათებიდანაც გამომდინარეთ. აი იმას გამახსენდა ახლა ის მაგალითი, რომ აი კუზნეცოვმა თოკებს რო ჭრიან ახლა და სასწავლო დანებს რო აკეთებენ, ხო? რამდენი წლის წინ იყო, რომ თქვათ, რომ ჩემპიონატზე შეაპარა ჩინური იაფასიანიდანა და მესამე ადგილზე გავიდაო. მესამე ადგილზე გავიდაო და იმის მერე 10 წელიწადში უკვე რა დონეზე მივიდნენ, რომ რა დანებს აკეთებენ და საბოლოო ჯამში ჩვენც მაგზას ვადგავართ და აუცილებლად აქვე ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა, რომ მე ძალიან მაკლია თვალში მარტივი კონსტრუქციის დანები. მარტივი კონსტრუქციის დანებში გულისხმობ სხვადასხვა ტიპის friction folder-ებს რა. ზოგადად, როდესაც დანადგარზე ხელი არ მიგიწვდება, არის რაღაც ტიპის გამოსავალი. ესეც ძალიან ბევრმა გამოიარა. კი ბატონო. მე მაგალითად სულ რაღაც 5-6 წლის წინ ჩვენ ჩრდილო მეზობელთან ვიცი რამოდენიმე ოსტატი, რომელიც თავიდან მარტო friction-ებს აკეთებდა, მაგრამ იმდენად კარგად გაითქვეს სახელი, რომ მე კი ბატონო იგონოკამი მაქვს მე და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი არის ისეთი სასიამოვნო არის რაღაცა ქართულ მოტივებზე, ქართული ხასიათით, ქართულის ნამუშევარი, ეგეთი ხარისხიანი friction-ი რო იყოს, სიამოვნებით ძალიან მაგარი. გინდა გრავირებით, გინდა იმით რა, ბევრი ვერსიით შეიძლება რომ გაკეთდეს და იყოს ულამაზესი რა. ჩვენ აზრებს ვაზიარებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ კიდევაც და მოუთმელად ველოდები, რომ აი ეს ზოგი ხელოსანი იმას გააკეთებს, ეს ყველაფერი წვინ გველოდება მეგობრებო აუცილებლად. კომერციალიზაცია არის ჩემი აზრით უნიშნულოვანესი მომენტი რა გიო რა. თუ ჩვენ დღეს რაღაცა უფრო ისეთი ის გვაქვს რა, გადაცემა რომ ამ შემთხვევაში მსჯელობთ რა და კაი ხანია მე და შენ არ გვისაუბრეთ, ზირთადად სულ რაღაცას ყვებით ხომე და ეხა ვთვლი რომ თუ ადამიანებმა დოვლათი ვერ მიიღეს თავიანთი საქმიანობიდან, განვითარება გაჭირდება რა და იმისთვის რომ დოვლათი მიიღონ, ხანდახან ალბათ ჭირდებათ კარგი გაგებით მითითება თუ რა უნდა აწარმოონ რა. აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ თვის განმავლობაში თუ შეიძლება ერთი დასაკეცი დანა შეძლო რომ გააკეთო რაღაცა ისეთი რთული კონსტრუქციის, შეიძლება გააკეთო 15 friction-ი. 15 friction-ს რო გაყიდი თითოს პირობითად 400 ლარად, ხო? ბევრად კარგია, ვიდრე ერთს რო გაყიდი 2000-ად რა და მიცდებასაც არ დავარქვენ მიხელ, ჩვენას ვისურვებთ მაგას ლაპარაკობთ, საუბრობთ და ეხლა ფიქრებად წამიღო და აი ეხლა ოსტატის ადგილას მე შეიძლება ამდგარი ვიყავი friction-ზე რო წავსულიყავი და რაღაცა ფორმა გამომეყვანა სამხარაულში დასკვნა ამეღო. აბსოლუტურად. შეიძლება რაღაცა იქ შიფსფუთი იყოს, რაღაცნაირად ქართული მოტივით იყოს, რაღაც ქართული იყოს, დასკვნა ამბობ და ის მოდელი არ ყოფილიყო ცივი არაღი. აბარა, ასეთი. ორ შემთხვევაში იმ ფორმას ვერ ავიღებდი, მე სხვა ფორმას ვდიდი და იმაზე ავიღებდი დასკვნას და სერიალში გავუშვებდი და მე რა გენახა რამდენი გაიყიდებოდა. ბოლო რაღაცა კონკრეტულ მიმას დავაპატენტებდი რა, ეგრეთ თქვათ ჩალით არ არის რა გადახურული ეს ქვეყანა და სხვა ვერ გააკეთებდა რა. კი ბატონო, კი და მოდელი ექნებოდა ქართული დაკეთობა, რომელსაც ადამიანი შეიძლება რომ ეტარებინა. და კიდე ერთ ტენდენციაზე მინდა გიო რომ თქვა მე ეს არის როდესაც ხდება შედარებით დაბალი ხარისხის, მაგრამ ტურისტზე გათვლილი ნაკეთობების კეთება. ეხლა წესით და რიგით მე ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე და არ მსიამოვნებს, მაგრამ ვითხოვი. იმ ქვეყნებში, სადაც არის დრანების ტრადიცია, სადაც კეთდება ძალიან კაი დანები, ასევე არის დაბალბიუჯეტიანი ტურისტზე გათვლილი დანები. ამასაც რაღაცნაირად არ ვიცი რა, ნამიოკივით მიიღეთ თუ როგორც გინდათ მიიღეთ, შესაძლებელია რა, რომ პირობითად შესაძლებელია თურქეთში დაამზადო, პირობითად ვიძახი რა, და იყოს, რა ვიცი რა, რაღაცა ქართული მოტივებით, მე შეიძლება უკვე აქაც დაამზადო, თუ არ გაჩნდა ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, დანებიც, ხო? ისე ფართო მასებზე გასვლა გაჭირდება. მოკლედ, ბევრი გზა არსებობს. იმის რომ რაც გააკეთო. დროის ამბავი არის მიხეილ ჩემიაზე და საბოლოო ჯამში, დალაგდება ისე რომ ოსტატებს კარგი შემოსავალიც ექნებათ და ძალიან გაგვეხარებენ კარგი საინტერესო ნამუშევრებით. და კიდე მომენტი რა, ეს არის, როდესაც სხვადასხვა ბიზნესები, რომლებსაც აქვთ CNC დანადგარები.
ოსტატებთან რა ვიცი, ნუკრავთ ხელს და ნუეტყვით უარს რა. პირობითად შეიძლება დაუშვათ 30 დღე ხო არის თვეში რა უხეშად რა. ერთი დღე რაღაცნაირად დაუთმოთ და მისცეთ საშუალება რომ თავიანთი ასე ჩანაფიქრი, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, რამოდენიმე კომპანიას უკვე აქვს რა ეს CNC დანადგარები და ბოლოს აიგე რა ხა თუნდაც ჯანჯღავას რაზეც ვესაუბრე, რაღაც ჩანაფიქრი აქვს კონკრეტული, რა თქმა უნდა, ხა მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო მის ჩანაფიქრებზე, მაგრამ მას რო ეხლა CNC-სთან კონდეს წვდომა ძალიან კარგ რაღაცას გააკეთებს რა, ასე რომ ესეც საჭიროა რომ გაჩნდეს რაღაცა თურქული წეღან ცოტა ისე მოხდა. ბევრმა ცოტა ისე რო არ გაიგოს, იმიტომ რომ თურქული დანები დღესაც შემოდის და არ დავასახელებ ეხლა, მაგრამ დღესაც იყიდება, დღესაც ატყობენ მომხმარებლებს. უბრალოდ რაღაცა ამ პერიოდში აღარა ვარ ისე როგორც ადრე ვიყავი, რომ ესე პირდაპირ ესე დაუპირისპირდები. კაცო, არც მე არ მინდა მე ვიღაცები იძახიან, ხო აქ პატარა იმას გადაусმევს. გალესავს და ვერ ვნახე, მაგრამ მე მგონი გამოფენაზე შეიძლება ყოფილიყვნენ რაღაც რამდენიმე რო თქვა თურქული დანები რო ჩამოვ დანისპირები და ქართულად რო საღდება. თურქეთში პრობლემა არ არის არანაირი. უბრალოდ იდეა ამ ყველაფერს თურქული იქნება თუ რა იქნება არის ის, რომ მაქსიმალურად მომხმარებელმა უნდა იცოდეს ყველაფერი და პლუს ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს ამ ყველაფრის, რომ თქვათ აი შეიძლება თქვათ ჭედავდეს, მაგრამ იმისთვის თქვათ რაღაც დაბალ ბიუჯეტური თქვათ მარტივად ნაწერთობი იყოს. ანუ იმაზე კი არ უნდა აისახოს რომ რაღაცა მომხმარებელი მოატყუა რამე. უბრალოდ ოპტიმიზაცია მოხდეს ამ დანის კეთების, როგორი სახელი დავარქვა და ბიუჯეტურად მასიურად შეძლო გაკეთება რაღაც. მე მაქვს თურქული, მაშინ ისევ მეუბრუნდეთ რა, მე მაქვს ნანახი თურქული ჩაყვები, რომლის თვითღირებულებაც არის საკმაოდ დაბალი და პირობითად რა, შეიძლება იყოს გაკეთებული რაღაცა ქართული ლაზერული გრავირებით, რა თქმა უნდა ეს არ უნდა დაიმალოს, კაცო, ეს თურქეთშია. იმათ კი უნდა გავასაღო, რომ სადღაც აგერ ამბროლაუში გავაკეთე, არავითარ შემთხვევაში. ხო, ამიტომ მან დარი უკვე სიმართლეზე და პატიოსნებაზე ლაპარაკი, თორე მე ძალიან მაგრად ვიცი რა, თურქულ დანისპირებს, საიტებიც ვიცი და მაღაზიებიც ყველაფერი ვიცი ამ თურქეთზე. და მე რომ მეტყვი რომ იცი რა არის, აგერ გავაკეთე საქართველოში, არა და მიკარტა თუ ჯიათი თურქეთში გაქვს ნაყიდი, დანისპირი აქ თურქეთში გაქვს ნაყიდი და აქ რეალურად მიაწებე ტარი და მაქსიმუმ გალესე, ეგ თქვი რომ არის თურქული ნედლეულით და შენი გალესვით. შემოგეულოს ჩემი თავი. პრობლემა არ არის. მიხეილ, ისე შემაჯამებელს რო დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ კარგად გამოფენა და მე გადავიდეთ სიახლეებზე, რომელიც კი პატარა სიახლეები. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი და ვინც ვერ მოვიდა იმათაც რო გაუზიაროთ რა ფონა სიახლეებს. აი მე რა შემხდა გამოფენიდან, კაიხანია დათუნიებიანი არაფერი არ მქონია და ოქსიდაიზერ კასტომისგან ასე ვთქვათ, აი ესეთი პრაიბარი ხელსარიელი არ წამოვსულა მოკლედ გამოფენიდან მინდა რომ თქვა. მე მგონი ნახე თემო რამდენიმეჯერ, მაგრამ ისეთ ამბავში ვიყავი რომ კი ბატონო. უცებ სხვადასხვა თემებზე გადავდივარ და თემის ნამუშევრების სიმართლე გითხრა ვერ ვნახე, მარტო ეს ვნახე ახლა შენ რასაც მიზია. ატო ჯონდიმაც რო შეიძინა. ეგ აღარ მახსოვს. არ მახსოვს ბევრი რამე მიხელი, იდე ხას ჩამოვარდი რა. რა მწვანა კაი ამოდელებული. მაგბი მანახა და ეგ მაგბი დაასწრო კიდე ვიღაცას ხო, ვიღაცას უნდა. არა, კი. კაი მიხელი, შევაჯამოთ მოკლედ საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური დღე, ძალიან ბევრი კარგი ემოციები დატვირთული და უამრავი დადებითი ძალიან. და უამრავ თემაში წინსვლა კიდე წინა გამოფენასთან შედარებით და არ ვიცი, მადლობა კიდევ ერთხელ ოსტატებს, ყველა სტუმარს ვინც მოვიდა, ორგანიზატორებს, უცხოელებსაც ვინც ჩამოვიდნენ და ჩვენ გამომწერებს. ძალიან დიდი მადლობა ხალხო, ყველა ვინც მოხვედით, გამომესაუბრეთ, ეს ძალიან მიხარია და არ ვიცი რა, სანამ ამ თემაში ვარ, არ ამგონია რომ მომბესდეს. ასე რომ ესე თამამად, როგორც მოდიხართ, მოდით ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს, გავიცნოთ და არ ვიცი, ამ საქმეს ერთად პატარა აგური შევუმატოთ. თავმად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნაიშო 2025 შედგა, თან ძალიან მაგრად შედგა. ხალხიც რამდენი იყო, მიხეილ შაშან მახსოვს, რომ თქვა თუ რაღაც 4 საათისაკენ ხალხი უკვე ხო მიდიოდა ხალხი და ეხლა მე რო გამორბოდი იქიდან, რომელი იყო 5 ხდებოდა თუ რაღაცა ხალხი ჯერ კიდევ მოდიოდა ბილეთებს ყიდულობდა. ასე რომ წინაზე რო თქვით ბექასთან შეიძლება მომავალში მე რაღაცა ორდღიანზეც იფიქროს ადამიანმა. ნამდვილად შეიძლება. და გადავიდეთ ბოლოსკენ იმ სიახლეებზე მიხეილ რაზეც გვინდა ის ვიყავით ჩვენ წარმოდგენილები იქ იმედია მაყურებლები და კოლექციონერები სწორად გავიგებენ და აი ეს ჰალო ბოლოს აღარ გავყიდა და ჩემთვის დავიტოვე მიხეილ იმიტომ რომ წინაზე ვთქვი რომ რაღაცა ლატარიასავით ხარ გავაკეთო მე თუმცა ლატარიის იდეა დიდად მე არ მომწონს
ისიც მიუღებელია ჩემთვის, რომ აი iPhone-ებზე როგორ ჩვევიან ხოლმე, რომ აი რაღაც პირველი ჩამოტანა არის და რაღაც 15000 რო ღირს 15000 რო ღირს ხოლმე და გადავწყვიტე, რომ ჯერჯერობით მე მქონდეს. შვენიერი გადაწყვეტილება. ისე თუ რამე არ შეიცვალა, ეს ვერსია, ამ ვერსიის გასაყიდვი ფასი საქართველოში იქნება 2100-დან 2200 ლარამდე. ანუ ძალიან ადეკვატური მისაღები, მით უმეტეს ჰალოს რამდენი ელოდება. სამწუხაროდ პირად კოლექციას გიზიარებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ჯერჯერობით საქართველოში და ჩვენთან არის ახალი თაობის ჰალო 4 და როიტენება. ყველასთვის ცნობილი საკულტო დანა ესეც ჰალო 4. გამოფენაზე გქონდა მოტანილი, გამოფენის წინა საღამოს ჩამოგვივიდა ზუსტად, ძალიან გამიხარდა ეგ რომ მოესწრო და მოკლედ ეხლა უყურებ პირველად რა ესე ახლა. შენ არც გქონია ეს ეხება. კათხოვებ მიხეილ. მოკლედ სტანდარტულად მექანიზმი. ღილაკი არის ჩამკეტი, ღილაკზე ესე ვაჭერთ და უკან ხაჩავთ და ამით ვიტანეთ. კი ბატონო. იმედია ცოტა ხანი მაინც გააგზელებს ამ სერიაში ჩაუშვებს, რომ ეს მონატრებული კოლექციონერები ცოტათი გული იჭერა და გონია რომ ანუ ჯერჯერობით გამოუშვებს ჩემი აზრით, მაგრამ იმ აზრისგან შორს ვარო დაყრის, ანუ არ დაყრის. აქედან გამომდინარე, რომ ჩამოვა ეს დანა, რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს, შეძლებს დაგვარად მალე შეიძინოს ვურჩევ. დაყრით მიხეილ, ეგრე ვერაფერს ვერ ყრიან, რო უყურებ ახლა რაღაცა მოდელი რო ჩამივარდება ხოლმე ვთქვათ, ის მოდელს აკეთებენ, მე სხვა მოდელზე რო გადავლენ, ნუ რასაც უყურებს ეს საწარმოო სიმძლავრეები არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ეს ყველა მოდელი ეს ერთდროულად აწარმოონ და რაღაცა რიგითობით მიყვებიან და ერთ მოდელს რო გააკეთებენ, მე იმ მოდელს შეიძლება რიგი მოუწიოს, ვთქვათ, 1-2 წლის წინარე რა, ეგრე არის, იმიტომ რომ აი მაგალითად ბევრი მოდელი არის ახლა, რომ რაღაც არ შემხოდრია, კაი ხანია და ველოდები ისე როდის ჩაუშვებენ წარმოებად. მაგალითად ეგზოცეტი. კი ბატონო, არ ყოლდა რაღაც რა, ნახევარი წელია ვერ ჩამოვიტანე. რაღაცა მარდა მანამდე რო გაკეთდა, მანამდე ბევრი იყო. უბრალოდ ველოდებით რიგი როდის მოუწევს როგორც გააკეთებენ. ასევე შემდეგი აუცილებლად გასაზიარებელი, ესეც ალბათ 3 კვირის უკან მქონდა პრეზენტაცია, მარფიონე კასტომი და ბევრი ელოდებოდა MSI Minis. კი ბატონო. ბევრისგან მსმენია ხოლმე MSI-ზე, რომ რა კაი დანა, უბრალოდ ცოტა პატარა რო იყოს, ყველა ნატრულობდა და აი საბოლოო ჯამში გაიგონა და შეისმინა მარფიონემ და უბრალოდ ჯერჯერობით მარფიონე სელექტში და ანუ ისე არ არის, ანუ კასტომშია მარტო გამოსული, შესაბამისად ფასიც აქვს კასტომის. ნუ 4 ზემოთ არის ლარებში ამ კონკრეტულის, თუმცა ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა პერიოდის მერე სელექტ და რაღაცა ჯიაციან, ეფერენზიან რაღაცაზე, აი შესანიშნავი ძალიან კაი ზომა. ძალიან მაგარი. ანუ ყოველდღიურობაში ეს თქვათ ეფერენზე რო იყოს და ისეთი ფასი რო ქონდეს, თქვათ დიდი MSI-ის როგორც აქვს 600 ლარის ფარგლებში, ნუ საოცარი დანა იქნება. არც ეს არ გინახავს? არა, არ მინახავს. ჰოლოგრაინდი არის კი, ჰოლოგრაინდი. ძალიან მომხიბლა, ასე რომ არის. და ნუ გამოფენაზე ამდენიდან როგორ წამოგვიღო იმ პატარა ყუთში ვარეტეო და უბრალოდ ჩამოგვივიდა ესეც და გაგიზიარებთ ლატის ესეთი კამუფლირებული ვერსია. ეს ძალიან მომეწონა. ძალიან ლამაზი და მე ეს უფრო მომეწონა მე აი ეს წითელი ფერი შეხომ. ნუ არა, მაგ წითელი ფერი არის და ასევე აქ არის, რა ქვია, მარველის ცნობილი სუპერგმირი ჩორნაია ვდავა რა, ანუ სკარლეტ იოჰანსონი რო არის, ზუსტად მაგის მოტივებზეა ეგ დანა გაკეთებული. აი ულამაზესი არის, გავსხნა? გავსხნა. აგემიშა, ნახე რა მაგარი არის. ისე რა შენწრეულია რომ ანუ ოფიციალურად ეხა მარველისგან ვერ აიღებს რა, მაშინ უნდა იყიდოს. კი ბატონო. ხო და ანუ ისეთ ფილმაში აკეთებს რომ მომხმარებლები მაინც ხვდებიან და მაგ მუღამში ყიდულობენ. ძალიან ლამაზი. ნუ მაგაში ყოჩაღი არის. ლილუც ეგეთი იყო, როგორ უყურები ხოლმე მეთათული. მოკლედ აი ესეთი მაგარი სიახლეები მაიწუტეკისაგან. ეხლა მე ვიტყვი, ანუ როგორც წესი სპაიდერკო არის ჩემს განკარგულებაში ხოლმე მე დანის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონმა გიორგიმ ახალი ჩამოტანილი ყუთიდან რაღაცები დაგვახია და რახან დაგვახია და დაიტოვა ლესეში, მე უბრალოდ გაცნობებთ რომ უკვე ლეგენდარული სპაიდერკო დრანკენი, რომელიც არის ძიმკა ნაშინკევიჩ და ნუ არ ვიცი, საოცარი მოდელია რა სპაიდერკოსი და დიმიტრი სინკევიჩის ერთობლივი ნამუშევარი, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სპაიდერკო არის ნამდვილად და არის ლესეში. აქვე ვიტყვი რომ სტოუპაიპი ეს წინვალე ადამიანი
ასევე არის დაბრუნდა ესეში და ავიცი რა ეს დანა ყველას გვიყვარს ხო ძალიან გამორჩეულად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სპაიდერკოა ჩემი აზრით და ვერ წავიღე, ვერ გავიმეტე სამხარაულს რომ მივანდო ეს. ეს ხო ნაღდი ნაჯახის მოტივებზე არის. აი კორვიზე კიდე შეიძლება იკამათო თუ და დაწერეს ნაჯახის მოტივებზე პირდაპირ უწერია. და აი ეს აიმით რომ სიარული შეგეძლოს მიშა, არ ვიცი. ეხლა უშუალოდ რა დანაზეც გადავალ, ამაზე ცოტა მინდა რომ ვისაუბრო რა. ესე იგი სპაი ოპერა, ესე იგი Lion Steel-ის და Spider-Cos ერთობლივი ნამუშევარი, უბრალოდ ეს არის დამასკილზე. ეს დანა ღირს რაღაც 1300 რაღაცა არის და აი ამ საფასო კატეგორიაში დამასტილიანი დანის ნახვა და თან არაჩინურის არის პირდაპირ მნიშვნელობით შეუძლებელი. არ არსებობს რა, ფიზიკურად არ არის რომ შენ ნახო დამასტილი 1400 ლარის ფარგლებში made in European Union. ეს იტალიაში არის ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ნამდვილად. ნამდვილად. კი და ეს არის დამასტილი კონკრეტულად თორი ქვია ამ ნახას და არ ვიცი ძალიან ესეთი სექსუალური მოდელი არის და უყურს სპაი ოპერა და მიხარია რომ ესეც არის ლესეში. მიშა ნელ-ნელა ქართულ კოლექციონერებს ვამჩნევ რომ აი ეს რაღაცა კლასიკური ხასიათით უკვე ცოტა გული რო ვიჯერეთ ამ რაღაც ფლიპერებით იმებით აი ეს კლასიკური ხასიათით ნელ-ნელა უკვე ეს მოდელი მაგალითად უკვე აი ეს ბეკლოკი აი ესეთი კლასიკური არ ვიცი სხვანაირ ემოციებს იწვევს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მე მოხარული ვარ მაგის. კი ბატონო. ეხა მინდა რომ ორი ბიძაშვილი მამიდაშვილი გაჩვენოთ რა. ეს არის ტექნო 2 Spider-Cos-ი და ეს არის ტექნო 3. ანუ ახალი ტექნო. და ცოტა კრიტიკულად მინდა რომ განვიხილო. ამ დანის ორივეს ღირებულება, ანუ პლუს მინუს არის ერთი რა, ანუ უხეშად რო ვთქვათ 980 ლარი. ტექნო 2, აი უკანა მხრიდან აი ესეთი მწვანე ბონკებით და Spider-Cos მავთულისებრი იმით რა ქვია, სამაგრეთ კლიპსით და ტექნო 3, ესეთი ტიტანის ნუდისტი, ტიტანისვე ბექსპეისერით და რაღაცა ფუტურისტული კლიპსით. ესე იგი, არ ვიცი, მექანიკით ვინაიდან ეს ფლიპერზეა, ხო? მექანიკა ამას უკეთესი აქვს, მაგრამ ხო, ფოლად მასალები არის იდენტური. ტიტანის, CTS, XHP, აქაც. მე ტექნო 2 მირჩევნია 10 თავით. მაგი უნდა მეთქვა მე ცოღოთ მე მაგი ესე აუხსნი რომ მე და მიშა ძველმოდური ხალხი ვართ რა და ჯერ დრო გჭირდება რა რომ ხო იცი რა ახალი მოდელი რო გამოვახონ მანქანა და რო ლანძღავენ რომ ისეთი მუშა არ არის ამას ცოტა იმედი გამიცროა რა თორე ძალიან ველოდებოდი Spider-Cos ესეთი პატარა დგირკა ნერვებს მეშლის რა აი მაშინ საერთოდ არ გაეკეთებინა რა აი ნუ მაგას არ ჩაუღრმავდები იმას დავაბრალეს მე რომ ნუ მოკლედ ახალი მოდელის მიღება მე და მიშას ნელა გვიჭირს თუმცა იმედი მაქვს რომ შევეჩვევით ხო ეს ძალიან მაგარად მეყვარს რა კი ტექნოლოგიისკენ ვარ მეც უფრო გადახრილი ნუდისტიც ხო არა ხსნათ ხო ნუდისტი ტიტანის ნუდისტი ანუ არის ტიტლიკანა ტიტანი რა ბატონო მოკლედ ნუ ჟარგონია ესე ვთქვათ მედანეებში რომ ნუდისტი როდესაც ტიტანზე არ არის ანოდირება არ არის გრავირება და არ არის არაფერი ანუ მას ვეძახით საშუალო დატოვებული არის სივრცე რაც გინდა გააკეთეთ ტიტველი ასე ვთქვათ არიან ნუდისტები ხო აი სხვათა შორის აი ამ მოდელს მაგალითად ოქსიდაიზერ კასტომის ხელში ჩავაგდებდი ამ მოდელს კი ბორმანქანასაც მივცემდი ხელში კარგად დაეჯიჯგნა კი ბატონო და მე დაემუშავა მოკლედ ძალიან საინტერესო Spider-Cos-ები არის ლესესთან და რაც შეეხება ეხა ნედანეზე მინდა რომ გადაცემის ბოლოს ეს ძალიან სერიოზული სახით გითხრათ მეგობრებო მეგალაინში რომ ხსნით არავისთვის არ არის ეს მე მგონი ახალი ბოლოში გავედით მაღაზია იმდენად ლამაზი გამოდის რომ მეც და გიორგისაც რაღაცა ის გვაქვს რა არ ვიცით ხოლმე რაღაც უცი ულვაშებს ესე რომ დაიწნავ რა სიამოვნებისგან ძალიან ლამაზი მაღაზია გამოდის ხო და პატარა ეს დაძაბულობა გვაქვს რომ შეიძლება ლესეზე უკეთესი გამოდისო ეგეთი აზრიც გამოითქვა და ხო მე ჩუმად ვარ მაგ საკითხში მოკლედ 8 ნოემბერს ეს გადაცემა იქნება უკვე გამოსული არა არ იქნება გამოსული ანუ შესაბამისად უკვე გახსნილები ვიქნებით ხო მე მგონი წინა დღეს დაიდება ყოველ შემთხვევაში ნუ
ესე ფართო საზოგადოებისთვის მაინც ავხსნით კი რაღაცა ბატონო, კი ბატონო. ისე რომ წყლეტო არ იყოს, ბატონო. რაღაცა ბევრი ხალხი არ იყოს, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ ერთმანეთთან და ესე ნენილა უბრალოდ ერთი ამბავი მინდა რომ მოვაყოლო ამ სიტუაციას. ესე იგი სავაჭრო ცენტრ მეგალაინში გაიხსნება და მართლა ისეთი საკმაოდ დიდი ზომის მაღაზია იქნება. ასევე იმავე მაღაზიიდან იქნება შესაძლებელი, როდესაც ონლაინ შეიძენთ, ჩვენ აქამდე გქონდა, რომ მოგქონდა და თქვენ ვერ გაგქონდათ. ამ სიტუაციაში ანუ უკვე შეგეძლებათ თვით გატანაც და დავამატებ იმას, რომ ეს მაღაზია ასევე მოგცემს იმის საშუალებას, რომ ბევრი საინტერესო პროექტი ჩავწეროთ, იმიტომ რომ სივრცეს ისე ვაწყობთ, რომ იქიდან სხვადასხვა ტიპის YouTube პროექტები იქნება, ეს თუ Instagram პროექტები განვახორციელოთ და მინდა დავამატო აქ ერთი მომენტი, რომ საინტერესო სიახლეები იქნება ბრენდების კუთხითაც და ვინაიდან ახალი წელი მოდის, აქვე მინდა წინასწარ დავიწყო უკვე თადარიგის დაჭერა, რომ მეგობრებო, შეეცადეთ რაც შეიძლება ადრიანად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები, იმიტომ რომ ახალი წლის წინა დღეებში არის ხოლმე ძალიან ისეთი ჭყლეტვა გლეჯვა და ვინმე შაშან გავცარიელდით. შაშან გავცარიელდით. ნუ კარგი ისე რომ დაგერი გზაშია, როგორც იქნა ფული ჩავრეცხეთ. მოდის და დიდი შანსი არის რომ გახნაზეც გქონდეს მიხეილი. კი და რა ვიცი მე უბრალოდ იმედი მაქვს რომ გავყიდით და მალე გავყიდით დარწმუნებული ვარ მეორე ჩამოტანა გავჭერი კანალი კანალი გაჭრილი არის. რა ვიცი მე მგონი საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი გამოიწერეთ არხი იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ცოტა არხის გამოწერის ის არ მომწონს რა ტენდენცია მეგობრებო და რაც უფრო მეტი გამოიწერთ, რაც უფრო მეტი ნახვა ექნება, მეტი კომენტარი, YouTube-ის ალგორითმი უფრო გაავრცელებს ჩვენ ვიდეოს, მეტნი გავხდებით და რაც მეტნი გავხდებით, მეტად გვექნება საშუალება, რომ მეტი ახალი ბრენდები დავიმატოთ და უფრო გავფართოვდეთ ჩვენ კანონით შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უცი ძალა აღმარცხნავს. კი ბატონო. ვიქნებით ბევრნი, მოუხნავთ. გონი კარგად ვიჭურავით მიხეილი. კი, და ჩვენი ახალი დევიზი იქნება მოუხნათ. всё. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ გამოფენისთვის, ყველას მობრძანებისთვის და მადლობა ყურადღებისთვის. აბა, მომავალ ვიდეოებამდე.